გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. პარლამენტის სუსის უფროსის თანამდებობაზე 6 წლის ვადით გეკა გელაძეს დაამტკიცებს. დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციის ალიანსში. მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი და მეუფე იობი ეს სამი კანდიდატურა დასახელდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქოში. სწორედ ამ სამი კანდიდატიდან გამოავლენენ სინოდის წევრები მომავალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება. გიორგი აბაზაძე გვეტყვის უფრო მეტს. ჯერჯერობით არ დასახელებულა თარიღი, როდის გაემართება საქართველოს ეკლესიის მე-14 გაფართოებული კრება, სადაც ქვეყნის 152 პატრიარქი უნდა აერჩიონ. დღევანდელ სინოდის სხდომას კი ესწრებოდა 38 მღვდელმთავარი. უკვე ვიცით, რომ მიტროპოლიტმა შიო მიიღო 20 ხმა, ხოლო 7 ხმა გადანაწილდა მეუფე გრიგოლისა და მეუფე იობ აქიაშვილის მხარეს. უფრო კონკრეტულად მოგიყვებით კანდიდატებზე. მიტროპოლიტი შიო მუჯირი 2017 წლის 23 ნოემბრიდან არის საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. მისი სასულიერო მოღვაწეობა კი იწყება 1991 წელს შიო მღვიმის მონასტერში, როცა ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი აღიკვეცა ბერად. 1995 წელს იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1996 წელს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა მღვდლად. ის მღვდელმონაზონი შიო 2003 წელს იქნა გამორჩეული ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტად. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ეს არის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი. იგი 1978 წლიდან იყო სიონის საკათედრო ტაძარში სტიქაროსანი, მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმე შიოშვილმა იობი აქიაშვილი აკურთხა დიაკვნად, ელგუჯა აქიაშვილი და მას უწოდეს იობი. 1990-იანი წლებიდან იგი უკვე ხდება ეპისკოპოსი, ჯერ გამორჩეული 1992 წელს მანგლისის ეპისკოპოსად, შემდეგ ხდება ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ბათუმისა და სხალთის და 1996 წლიდან არის რუისისა და ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელი. მესამე კანდიდატი ეს არის გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი. იგი 1980-იანი წლებიდან იყო სტიქაროსანი თბილისში წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. მალევე ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. 1989 წელს ბათუმის შემოქმედებელმა კონსტანტინე მელიქიძემ იგი აკურთხა დიაკვნად, ხოლო მოგვიანებით აკურთხეს მღვდლად. 1996 წელს კი გამორჩეული იქნა ფოთის ეპარქიის მმართველად. დღევანდელი სინოდის სხდომის დეტალებზე მედიასთან ვრცლად კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. დღევანდელ სხდომაზე თავარი პრინციპული საკითხი, რაც აი ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა. სინოდის მიერ გამორჩეული საპატრიარქო ტახტის 3 კანდიდატი უკვე უნდა დაამტკიცოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში შედგება. ის ითათბირებს, ხოლო საბოლოოდ ვინ გახდება ქვეყნის 152 პატრიარქი, არჩევანი უნდა გააკეთონ უშუალოდ მღვდელმთავრებმა. მადლობა, ეს გიორგი აბაზაძე იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა. მას მხარე აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გახარიას პარტიის 2 წარმომადგენელმა. კენჭისყრამდე პატარაძემ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა ყველა მიმართულებაზე, განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ზურაბ პატარაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ დღეს ისწავლადგენეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე, თუმცა მას წარდგენა რა თქმა უნდა არ ჭირდებოდა, ის იყო წლების მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ძალიან წარმატებული იყო მისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არწმუნებული ვართ, რომ მისი საქმიანობა მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე იქნება გამორჩეულად წარმატებული. ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყო აჭარაში, ძალიან ბევრი ინიციატივა ჩაეყარა საფუძველი და ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით არწმუნებული ვარ გააგრძელებს ბატონი ზურა ბატარაძე. გარდა ამისა, მას აუცილებლად იქნება ახალი ინიციატივები ამ მხარის განვითარებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ და ნამდვილად წინ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი და ვფიქრობ ჩვენი მეგობრები, ის ადამიანები წლებია, რომელთან ერთად მოვდივართ, ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მოვტანთ საერთო გუნდს, საერთო საქმეს. ჩვენ ვიწყებთ შემოვლას ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ყველა მუნიციპალიტეტის, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის. სტრუქტურული ცვლილების მნიშვნელობა და სახელმწიფო მინისტრის ფუნქციები კიდევ ერთხელ განმარტა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ცვლილება სამართალდამცავი რგოლის გაძლიერებას ემსახურება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის წარმატებულ საქმიანობას. საქმე არის ასე, რომ ისევ როგორც მაგალითად პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. აქ თავადაც ხვდებით, რომ საქელიქო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით რაღაც სპეკულაციების გავრცელებას. ეს მათი სახეა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გაშდა ახალი რგოლი, კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვეტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია, რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნავს. თქვენ ნახეთ, რომ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები მიგრაციული პოლიტიკის უკეთ აგეგმვის კუთხით. ამას ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ეს სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა. ყველაფრის გათვალისწინებით, კონტექსტი არის სრულიად განსხვავებული. მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. ეს არის განსხვავებული ფონი, შესაბამისად, განსხვავებულ ფონზე სამომავლო განვითარებაც იქნება განსხვავებული. მამუკა მდინარაძის საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აფასებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. ალექსანდრე ტაბატაძე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც მამუკა მდინარაძის სუსის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადაიდგა. რა შეძლო მამუკა მდინარაძემ 8 თვეში არასრული ჩამონათვალი. სუში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30 ჯერ გაზრდა. სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება. პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით დანაშაულის გახსნა. კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების დაკავება. გარეთ ფინანსებისა და უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფრა. BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით. სუსის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება. სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა. სუსის დამსახურებული მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა. 500-ზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება. რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობების დალაგება. ცრუ შეტყობინებების, მასაფეთქებელი და რადიოაქტიული ნივთიერებების ქვეყანაში შემოდანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა. პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება.
გენერლობა. ნაცები გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ. გუშინ კი უმცირესობის რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერ გარჩევით. მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა. სტრუქტურულ ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. პრემიერ-მინისტრის წარდგინებით სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ის იქნება ასევე ვიცე-პრემიერი. საკითხის განხილვისა სესიაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. გახარეს პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების ნარატივის მსგავსად სტრუქტურული ცვლილებების დაკნინებას ცდილობს. მმართველი გუნდი კი მათ ამ ცდილობას, მდინარაძის პოლიტიკურ გამოცდილებას და ამ ფონზე ოპოზიციის შიშს უკავშირებს. აღმაშფრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება ამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად აღნიშნული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, როგორებიც არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა და ასევე სასამართლო ხელისუფლება. ეს კონკრეტული თანამდებობა ბატონი მდინარაძისთვის ჩამოქვეითება არის თუ დაწინაურება თქვენი აზრით? კი ან არა? დღეების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული და მართული მედიები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ. არის დაწინაურება თუ არის დაქვეითება და რას ხედავთ დღეს ზუსტად გახარიელი ნაცები ადგენენ, ჩამოდგენ და დაიწყეს ზუსტად ამ კითხვის დასმა. მესიჯი მაინც შეცვალეთ ხალხო. მოსმენილის გააზრების პრობლემაც გვაქვს. კი, ფაქტია, ამას ადასტურებთ. ერთი ყოფილი ხელმძღვანელი თავად დააკავეთ თურქი ბიზნესმენისაგან ქრთამის აღების და ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების ფარველობის ბრალდებით. რამდენიმე დღის წინ სუსის ერთი რიგი თანამშრომელი დააკავეს დაიჭირეთ ინფორმაციის გატანის ბრალდებით. ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე მამუკა მდინარაძე პირდაპირ ეთერში იმედის ტელევიზიით თავს იწონებდა თუ როგორ წარმატებით და კარგად დაგეგმეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარი და როგორც არჩინებით იმუშავეს თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა. ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც 9 წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური და ვიხილეთ თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, როგორი ნაბიჯები გადადგა მან ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა. ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მიცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. და რაც შეეხება ბატონი ლილუაშვილი და იქ თუ ვინმე რაღაცა ისეთ საქმეს აკეთებდა და ისეთ ნაბიჯებს გამდა, რომელიც მიუღებელია პირველ რიგში ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად ყველა დაიჯება კანონის უმკაცრესი ფორმით. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რომ საუბრობთ, პირიქით უნდა იამაყოთ, რომ ესეთ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მხრიდან. მესმის რომ ვერ ბედავთ ამას და არ ვქოთ დაწინაურება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დაქვეითება არის ეს თქვენ ჩორჩანაზე გიყვართ საუბარი. დიახ, მისი ხელმძღვანელობის დროს მოხდა ის, რომ პარტიამ მისი მოკლევადიანი ინტერესიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ დაიწყო დევნა არარსებულ საქმეზე. და ამ თქვენი განცხადებები თურმე მილიონი კვადრატი წაიღეს სეპარატისტებმა, მხოლოდ სეპარატისტების საქმეს აკეთებთ. არავის არ წაუღია ჩვენი მიწა და ვერც ვერასოდეს წაიღებს ამ მიწას. მაგალითი გვაქვს როგორ შეიძლება ისაუბროთ 15 წუთი და საბოლოო ჯამში ისაუბრო არაფერს. ყველაფერზე და არაფერს. სამართალდამცავი ორგანოები რომ არიან უმაღლეს დონეზე და თავიანთ ფუნქციებს რომ აღსრულებენ, ეს ყოველდღიურობაში გამოიხატება. მათ შორის ეს არის გამოხატულება კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, პრევენციაში, გამოვლენაში. მოდროულად ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებობს, დიახ, ის ტურბულენტული გარემოება, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს დამოკიდებული არის, მაგრამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი პრევენცია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ამ კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანა. ქალბატონი სოფიო საუბრობდა არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით და თურმე ქალბატონი სოფიოსთვის მილიონი კვადრატული მეტრის დაკარგვა უბრალოდ არარსებული ფაქტია. საუბრობენ მაგალითად, რომ აპარატი არ ჰყავს და აპარატი მთელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უბრალოდ რას აკეთებს, მაშინ წარმოდგენაც კი არ გქონია. აშკარაა, რომ
ერთი მხრივ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ხოლო მეორე მხრივ ფაქტობრივად დაგეგმილ კამპანიაში, რომელსაც ძალიან კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ჩართული, ან ორივე ერთად. მე მგონია, რომ ორივე ერთად უფრო არის რელევანტური. პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაამტკიცებს გეკა გელაძეს. მანამდე კი შიდა და გარე საფრთხეებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გეკა გელაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე ილაპარაკა. განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, კომიტეტმა გეკა გელაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ნინო არღულიანია პირდაპირ ეთერში თემით. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იწყება კენჭისყრები. დღეს პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დაამტკიცებს. გეკა გელაძე უკვე სხდომათა დარბაზშია, კენჭისყრის შედეგებს კი ჩვენ რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გეკა გელაძეს უკვე აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების მხარდაჭერა. დღეს მას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში უსმენდნენ დახურულ სხდომაზე, სადაც როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გეკა გელაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქვს. კანონმდებლები ამბობენ, რომ გეკა გელაძის პროფესიული წარსული და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მიღებული გამოცდილება მათ იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ გეკა გელაძე წარმატებულ საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ უკვე უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს. ბატონმა გეკამ წარმოადგინა თავისი ხედვები სამსახურთან მიმართებით, უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებით. ეს ერთი, რაც შემიძლია გითხრათ დახურული სხდომიდან, რაც შეეხება მის კანდიდატურას, არაერთხელ ვახსენეთ და გავმეორდები. თქვენ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცით მისი წარსული, მისი პროფესიული წარსული, მისი დიდი გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ ის მათ შორის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი საქმეები, გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, რაც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა უკვე ახალი პოზიციიდან, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან მუშაობას. ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მამუკა მდინარაძემ დაიწყო, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით გაგრძელდება. ეს თქვა დღეს გეკა გელაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწყების საქმიანობა იყო წარმატებული, ამ წარმატებულ საქმიანობას წარმატებულივე გაგრძელება სჭირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, საფრთხეები ისევ არსებობს, შესაბამისად მეტი სიფხიზლე არის საჭირო, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევები რჩება საკმაოდ ბევრი, ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო, ხო? ანუ საფრთხეები არსად წასულა, თქვენ ხედავთ რა მძიმე ვითარება ზოგადად გლობალურად ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო, ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, მუდმივი სიფხიზლე, ასევე ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება და რა თქმა უნდა ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში. საქართველოს პარლამენტში კენჭისყრები ამ წუთებში იწყება. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ დღეს პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს. გეკა გელაძის კანდიდატურას პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს. ამისთვის მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. ევროკავშირის ელჩის განცხადებები პრემიერ-მინისტრის შეფასებით უმძიმესი შინაარსის არის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს. ირაკლი კობახიძე ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასაც გამოეხმაურა. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართულ ხალხს სამოქალაქო ომით პირდაპირ ემუქრება სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე. ასევე ემუქრებოდა ბატონი ჰერჯესკი ქართულ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს ამორჩეველს გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური ნაცმოძრაობა. ხო, რეალურად ამას ნიშნავდა მაშინდელი მოწოდება ბატონი ჰერჯესკის, რა თქმა უნდა, კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ
ბნელ წარსულში დაბრუნებას, ხო, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამის დაბრუნება არ უნდა ქართულ ხალხს და სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართულმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება, მან ხედულობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით ნაცმოძრაობის კოლექტიური ნაცმოძრაობის ბნელ წარსულში. საქართველოს ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის პრემიერის განცხადებით ეს მოხდება მაშინ, როცა ქართული მხარე საპასუხო რეაქციას და სურვილს დაინახავს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ პროცესში სიმართლე საქართველოს მხარეს არის. ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართული ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართული ხალხის იმედი. რაც შეეხება ევროკავშირს, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დიალოგისთვის და ყოველთვის ამას ვამბობდით. როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სულ ღიაობას ვაჩვენებთ, თუმცა ჯერჯერობით ხედავთ, რომ მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული, ხედავთ, რომ არის ერთგვარი საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, ეშინიათ დისკუსიის, დიალოგის ეშინია სუსტ ხარეს, სუსტ არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ბევრად უფრო დიდია ჩვენზე, ამას არ გულისხმობ, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენსკენ. პოლიტიკური დემარში და საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობა ასიაფასებს მმართველი გუნდი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებას. საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა 9 აპრილის ვერბალურ ნოტასთან ერთად კიდევ ერთხელ მიმართავს გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის შემდეგ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა. კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შესვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე. ამას კრიტიკაც კი არ ჭირდება, ხო, უბრალოდ კომიკურია ეს მდგომარეობა, რასაც ხედავთ ჩვენ ამ შემთხვევაში. ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელიაკი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება, მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება. აზრთა სხვადასხვაობაა ნაციონალურ მოძრაობაში ოპოზიციური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით. ალიანსში ყოფნის მომხრე არ არის ანა წითლიძე, თუმცა მის მოსაზრებას პარტიაში არ იზიარებენ. მიხეილ სააკაშვილს ცენზურას ვერ დაუწესება. შეუძლია შეაფასოს წარსულიც, აწყოც, მოგცეს რჩევებიც და ცენზურა ვერ დაწესდება. ეს იყო თავად პრობლემა. ანუ ესე გამოვიდა, როცა იტყობდნენ, რომ არ დაეწერა სტატუსები. ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო, სანამ ნაციონალური მოძრაობა შევიდოდა ალიანსში, აი ეს რომ მე არ ვხვდი, რომ ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტი ეს უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩემი პოზიცია არ ემთხვეოდა პარტიის უმრავლესობის პოზიციას. უბედურება ხდება, სისუსტე, უნიათობა, ეს ხდება რეალურად ფანჩატურში. ვიდრე შექმნეს 10 ეგრეთ წოდებული ფანჩატური, 10 არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მე-11 ფანჩატური და მე-11 არჩევნებსაც მოვიგებთ, ხო, მარტივად არის საქმე. 2 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჯარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე მივზადებით ამ ყველაფრისთვის 2 წელიწადში ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის ჩვეულებრივად შტაბობანას თამაში და ეს ადამიანები უკვე ვიხილეთ ძალიან ბევრჯერ გაერთიანებულები, ძალიან ბევრჯერ დაშლილები, სხვათა შორის სააკაშვილმა და გვარამიამ პირდაპირ აღიარეს, რომ ეს გარემითითებით მოხდა, ეს მათი მორიგჯერზე გაერთიანება და რა თქმა უნდა აბსოლუტურად არაფრის რესურსი არ აქვს. ებრძვიან სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ გამიჯნა სურთ მისგან, აანალიზებენ თუ რამდენად დაზიანებული არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იმას ვერ იაზრებენ, თავადაც რამდენად დაზიანებულები არიან, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა მონაწილე იყო იმ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის. ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ მაია სანდუ არ გამორიცხავს, რომ მოლდოვა რუმინეთს შეუერთდეს. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კი უკრაინას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ ტერიტორიების დაკარგვაზე დათანხმება მოუწიოს. სახელმწიფო გუნდის შეფასებით მსგავსი მიდგომები არაადეკვატურია, ევრობიუროკრატების ეს რიტორიკა კი წევრ ქვეყნებს აზიანებს. ჩვენ გვახსოვს ის შეპირებები გულზემ ჯიხის რტყმით ევრობიუროკრატებიდან, თუ როგორ შეიყვნენ აუცილებლად უკრაინას ევროკავშირში. დღეს კი საუბარია იმაზე, რომ პრაქტიკულად ეს ან შეუძლებელია, ან თუ კი შესაძლებელია ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე. აქამდეც მოგვისმენია მოლდოვის პრეზიდენტისგან, თუ როგორ არის მზად
დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს ლიდერი უარი თქვას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე და ამ გზით რუმინეთთან შეერთებით გახდეს მოლდოვა ევროკავშირის წევრი. ანუ არის აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომები. როცა ვსაუბრობთ მოლდოვაზე, შეიძლება გვეფიქრა, რომ სანდუს განცხადება იყო ერთგვარი გაუაზრებელი ნაბიჯი და წამოწდენა, შესაბამისი რიტორიკის გამეორებით, მან ფაქტობრივად დაადასტურა ის, რომ მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის, ფაქტობრივად ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო დამოუკიდებლობას, ეროვნულ იდენტობას, ისევე როგორც არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე გახლავთ უკრაინა როგორც ქვეყანა იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფი, ესე იგი, ქვეყნის მიმართ ჩვენ გვესმის იმგვარი განცხადებები, რომელიც ძალიან რთულია რაიმე პოზიტიურ იმედს იძლეოდეს უკრაინელი ხალხისათვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფონდ ქართუს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციის წევრები ამ წუთებში ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. მსჯელობის თემაა თანამშრომლობის გაღრმავება აკადემიური და კვლევითი მიმართულებით, ასევე ისაუბრებენ სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გაფართოებაზე. იწყება შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ წარმოადგენთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოხსენებად. ძირითადი სამშობლო თემა იქნება ის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა და როგორც უნივერსიტეტი ვართ ერთიანი ევროპული აკადემიური ოჯახის წევრები. იქნება ხაზი გასული იმაზე, ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ერთობლივი კვლევით და აკადემიური ამოცანების გადასაწყვეტად, როგორც სტუდენტური გაცვლის ნაწილში, ისე სამეცნიერო კვლევების ნაწილში. საქართველოს შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტ შვეიცარიის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორმა უმა სპინცლა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესახებ. ასევე მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები. მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ვიზიტი საქართველოს შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მეოთხე შეხვედრას წარმოადგენდა, რომელიც მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. შვეიცარიის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებს ვანახოთ ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა მიგრაციის მართვის მიმართულებით. რეადმისიის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ ქვეყანა საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს კეთილსინდისიერად და ეფექტიანად. საქართველოს მოქალაქე და დაბრუნების განაცხადებზე რეაგირება პრაქტიკულად 100%-იან შესრულებას აღწევს შვეიცარიასთან თანამშრომლობის ფორმატში. ამავე შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებულ თანამშრომლობაზე, მის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრების მართვის თანამედროვე მექანიზმებზე. 85 მომხრე 12 წინააღმდეგი პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 6 წლის ვადით გეკა გელაძე აირჩია. კენჭისყრის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ჩვენ უცხოეთის ამბებით ვაგრძელებთ გამოშვებას. გერმანიის პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგებში რეკორდულ 28%-იან ნიშნულს მიაღწია. მემარჯვენე პარტია ახლა ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა და 4%-ით უსწრებს მერცის ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების კავშირს. თავად გერმანიის კანცლერი კი უახლესი რეიტინგებით 20 პოლიტიკოს შორის ყველაზე არაპოპულარულ პოლიტიკოსად დასახელდა. გერმანიის კანცლერი ირანთან მიმართებით შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებით იმედგაცრუებულია. ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე ამტკიცებდა, რომ ირანის პრობლემას რამდენიმე დღეში მოაგვარებდნენ, თუმცა ვითარება გაჭიანურდა. მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ევროპული ხედვა უნდა შეიმუშაონ. უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს სანქციებით დაემუქრა. საქმე ისრაელის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის შესვლას ეხება. კიევი ირწმუნება, რომ გემს რუსეთის მიერ უკრაინისგან მოპარული მარცვლეული სხვა ქვეყნებში გასაყიდად გადაჰქონდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოპარულის ყიდვა დანაშაულია და ისრაელი უკანონო საქმიანობას აწარმოებს რუსეთთან, რის გამოც მან საგარეო უწყებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაავალა.
დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის საწვავით სავსე 4 რეზერვუარი იწვის, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით ენერგოობიექტზე უკრაინული დრონების თავდასხმა 16 და 20 აპრილსაც მოხდა. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე ვნახეთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა, მის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის, შეკრებისთვის. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ყველას ერთიანობისთვის, აქ ვართ ერთი გუნდის წევრები და ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ჩვენი გუნდის წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. და რომ არა ერთიანობა, რომ არა ჩვენი ერთადგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება იქნებოდა შეუძლებელი, არ შედგებოდა და კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს, თქვენგანს უკაცრავად გეკუთვნით მადლობა ამისათვის. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ყველა წელი რთული იყო 2011 წლიდან მოყოლებული, თუმცა განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ დაიწყო ახალი ტალღა სირთულეების და აქ იყო ზუსტად საჭირო გუნდის ერთიანობა. თქვენ გახსოვთ საპარლამენტო არჩევნები და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ამის შემდგომი პერიოდი. ძალიან რთული ბრძოლა გამოვიარეთ, ძალიან დიდი წნეხი იყო თითოეულ თქვენგანზე, თითოეულ ჩვენგანზე, მაგრამ ერთიანობით ეს პროცესებიც ღირსეულად გამოვიარეთ და შემდეგ, როდესაც უკვე ომი დაიწყო უკრაინაში 2022 წლის შემდეგ, აქედან წამოვიდა სირთულეების ახალი ტალღა. იყო ძალიან რთული ნაბიჯები გადასათქმელი და ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენი ერთიანობით მოახერხეთ ამ ნაბიჯების ღირსეულად გადადგმა და საბოლოო ჯამში მოახერხეთ ჩვენი ქვეყნის დამშვიდება. დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, არის მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად და მთავარია რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. გარდა იმისა, რომ გუნდი იყო ერთიანი, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ლიდერის როლი ამ ყველაფერში და მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რა თქმა უნდა, ბატონი ბიზინემენიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც აქვს ჩვენს გუნდს და რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ხშირად ადვილია ხოლმე უკან რო გაიხედავ, უფრო ადვილი ჩანს რაღაცების სწორად გააზრება. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც იხედები ხოლმე უკან და უკან გახედვის დროსაც კი რთულია რაღაცების გააზრება, როგორ გეგმავდა ეს ადამიანი ყველაფერს, როგორ ხდებოდა თუ რა იყო ყველაზე უკეთესი ქვეყნისთვის, რა იყო ყველაზე უკეთესი გუნდისთვის და სწორედ მისი განსაკუთრებული გამორჩეული სიბრძნის წყალობით, განსაკუთრებული გათვლების წყალობით ჩვენ მოახერხეთ საბოლოო ჯამში წარმატების მიღწევა და ბატონი წინას ამისათვის თითოეული ჩვენგანისგან და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან ვფიქრობ ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ამ ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა სამწუხაროდ, ამასაც ორი სიტყვით შევეხები. და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდება მოხდა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალებაც, ბევრი რაღაც გადავალაგეთ. იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ჩვენთან მთავრობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში დაგროვდა სხვადასხვა ტიპის პრობლემები. კორუფციასთან დაკავშირებით, პროექტების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის პრობლემები იყო. და როდესაც ქვეყანა დამშვიდა, ჩვენ მოახერხეთ და დავიწყეთ ზრუნვა ამ პრობლემების მოგვარებაზეც და ეს ერთი წელიწადი, ბოლო ერთი წელიწადი ამ კუთხით იყო. ვფიქრობ, რომ გამრჩეულად წარმატებული ჩვენ მოახერხეთ მართვის სისტემის დახვეწა და მართვის სისტემის ორ რელსებზე დაყენება.
მე კონკრეტულად ბატონ სულხან თამაზაშვილს მინდა გადავხადო მადლობა იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში, აჭარაში მართვის სისტემის უწესრიგებისთვის და მისი საქმიანობა მოღვაწეობა ამ წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების, სახელმწიფოებრივი მიდგომის ნამდვილი მაგალითი, ძალიან ბევრ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ ვითარდება, უამრავი პროექტი ხორციელდება აჭარაში და ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან დიდი გეგმებია, ძალიან მასშტაბური გეგმებია. და ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბატონ სულხანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, მადლობა მას განვლილი 1 წლისთვის. გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე, ჩვენი ულამაზესი მხარის წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. როგორც მოგეხსენებათ, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაუდგა სათავეში. გამორჩეული ნიშნულობის უწყებას ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი კრიმინალის კუთხით. საკმარისად ეფექტიანი არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც კონკრეტულად აჭარის მაგალითზეც ძალიან მკაფიოდ ჩანდა. თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში ამ კუთხითაც ჰქონდა სერიოზული მიღწევები და ბატონი სულხანის მინისტრობის პირობებში და პერიოდში დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ახალ-ახალი ძალიან დიდი წარმატებები ამ მიმართულებით, რასაც ქვია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა ბატონ სულხანს უსურვო ძალიან დიდი წარმატებები ამ საქმიანობაში. და რაც შეეხება მთავარ სათქმელს, ბატონ ზურაბს მინდა მიულოცო მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცება. დღეს ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისება, თუმცა ბატონ ზურაბს წარდგენა არ ჭირდება, ეს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარების პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, ათომის სტადიონის პროექტის ჩათვლით, რომელიც არის ნამდვილი მარგალიტი იმ პროექტებს შორის, რომლებიც განხორციელდა და ბევრი სხვა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო, ძალიან წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი. და მე მინდა ბატონ ზურაბს უსურვო წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით არა მხოლოდ გაგრძელდება ის დაწყებული პროექტები, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა, არამედ ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეზე, აჭარაზე, ამ ქალაქზე, ბათუმზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ბატონ ზურაბს მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატებები. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, უპირველეს ყოვლისა იმ შესაძლებლობისთვის, 1 წელი მომეცა შესაძლებლობა ჩემს რაიონში, ჩემს მხარეში საქმიანობის. მადლობა მინდა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თანადგომისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის. და მინდა მიულოცო, რა თქმა უნდა, ღირსეულ ადამიანს, ბატონ ზურაბს თავმჯდომარედ დამტკიცება, ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, მას აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა, გავლილი დაგროვებული, როგორც დიპლომატიურ მისიებში, ასევე მის რეგიონში მოგეხსენებათ თავმჯდომარე იყო მრავალი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მას გამოადგება ისევ ჩვენი რეგიონის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, უკვე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან და წარმატებებს გისურვებთ. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.